საინიციატივო ჯგუფმა ზესტაფონელი ელექტორატის წინაშე დეპუტატობის კანდიდატი ოფიციალურად წარადგინა, რა გეგმები და ხედვებით აპირებს პოლიტიკაში მოსვლა საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის მფლობელი ბიზნესმენი ილია კოკაია. უსუფაშვილი რესპუბლიკელების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თინა ხიდაშელი მოსახლეობასთან შეხვედრაზე, რა პროგრამის წარსდგა ელექტორატთან ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი ცნობადი სახე. რის საფუძველზე ხორციელდება საშემოდგომო სეზონის გაწევა სამხედრო სავალდებულო სამსახურში მხედრული მოვალეობის მოსახდელად წვევამდელები ზესტაფონიდანაც გაემგზავრნენ. ერთად შევქმნათ მომავალი ზესტაფონში და ვიზრუნოთ მისი განვითარებისთვის, გავზარდოთ ადგილობრივი ბიუჯეტი და შემოსავლები, ვიბრძოლოთ სოციალური პროგრამების გაზრდისთვის, დავამყაროთ წესრიგი და სისუფთავე. ეს ზესტაფონის 52 მაჟორიტარული ოლქის დეპუტატობის კანდიდატის ილია კოკაიას საარჩევნო პროგრამის დღის წესრიგია, რომელიც 51 საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის შემდეგ საინიციატივო ჯგუფმა ამ უმრჩეველთა წინაშე ოფიციალურად წარადგინა. და მე მჯერა რომ ესე ღირსებით სიარულს გავაგრძელებთ ამ ადამიანთან ერთად. მე ვიცი რომ მას ეს ქალაქი ძალიან უყვარს, გენეტიკურ უახლოეს კავშირში ამ ქალაქთან და შესაბამისად მე ხო ზესტაფონელი ვარ. მე ვიცი რომ ეს კაცი ჩემი ქალაქის გადარჩენის შანსი. მე ამისთვის ბრძოლას ვაპირებ ჩემ თანამოაზრეებთან და თანამებრძოლებთან ერთად. დეპუტატობის კანდიდატი ამბობს, რომ ის ბევრი რამით არის დაკავშირებული ზესტაფონთან და მუნიციპალიტეტში სასიკეთო ძვრებისთვის თავისი რესურსის გამოყენებას მაქსიმალურად შეეცდება საკანონმდებლო ორგანოში მუშაობით. გეგმები ძალიან ბევრია, ეხლა ესე უცბად ამ ბლიც ტურნირში ვერ ჩამოვთვლი ყველა გეგმებს, მაგრამ თავარია ის, რომ ზესტაფონი გამოვაკეთოთ. დღეს ზესტაფონი კატასტროფის პირას არის და ეს ყველაზე უფრო გვტკენს ჩვენ გულს, მინდა რომ მას რეალური დახმარება გაუწევ. თუ როგორ უკვე ეს ჩემი საარჩევნო პროგრამაში იქნება ასახული თავიდან ბოლომდე. მე არ ვიცი დეპუტატმა რაზე უნდა იზრუნოს სხვაზე თუ არა და იმ კანონების მიღებაზე, რაც ამ რეგიონს და რაც ამ მხარეს წაადგება. ეს არის მისი პირველი ასე ვთქვათ, ვალდებულება, პირველი ვარი და არა დაპირება ხალხზე ასფალტების და გადაგების და იმისი რა ქვია გაზის გაყვანის თუ იქ რაც ახლა 21 საუკუნეში ისეთი რაღაცაა რომ ადამიანს დაამადლო რომ სუნთქავ გარეთ ჯერ ასუნთქავენ ეს მეორე საკითხია მაგრამ დიახ დეპუტატის ვალიც არის ის რომ იზრუნოს თავისი ამომრჩევლებისთვის რომ ყველაფერი გააკეთოს საკანონმდებლო ორგანოში ის კანონები მიიღოს რაც მის რაიონს საადვია. ილია კოკაიას მხარდამჭერებს იმედი აქვთ, რომ ახალი მოწვევის საკანონმდებლო ორგანოში ზესტაფონელთა სიტყვას ყველაზე კარგად მიიტანს და მებრძოლი დეპუტატი იქნება. თუ მაჟორიტარი უნდა ყავდეს ქალაქს, ალბათ უნდა ყავდეს ესე ხალხის წარმომადგენელი, ისეთი კაცი როგორც ილია კოკაია, კაცი რომელიც საქმეზე მომართულია და რაც თავარია მებრძოლია. ამის მაგალითი არის თქვა ფეხბურთის ფედერაციაში მარტო დარჩა და მაინც აგრძელებდა ბრძოლა. ჩვენ ფაქტიურად გვაყალდა მებრძოლი დეპუტატები ყოველთვის და ეს ყველაზე მეტად ეს ხიბლავს და არა ის რომ თქვა ფინანსური შესაძლებლობები აქვს და ასე შემდეგ. თავარია რომ ეს არის კაცი რომელიც არ გაჭირდება და მით უმეტეს არ იქნება არც ერთ პარტიას დამოკიდებული. ამიტომ უჭერ მხარს ამის იმედი მაქვს რომ იმ პარლამენტში ზესტაფონელთა სიტყვას ყველაზე კარგად ეს კაცი მიიტანს. წარმართავს ეს კაცი ყველაფერს თავის საქმე კარგად კონდათ გაკეთებული და მე მგონი აწყობს და მოეხმარება ზესტაფონებს. ეხმარება თავიდანვე როგორ ჩამოვიდა ის შემდეგ მოხმარების მეტი არაფერი არ გაუკეთებია. კაციდაც მოეხმარება. დეპუტატი არ იყო, მაგრამ ეხმარებოდა და ეხლა თუ გახდება უკეთესად მოეხმარება რა თქმა უნდა. სტაბილიზება დიდია. იმედით მივდივარ. დიდი იმედით. ყველაფერი იქნება კარგად. მჯერა. ბატონო ილია კოკაიას ბევრი გაუკეთებია ზესტაფონისთვის დღემდე მარტო ფეხბურთის გარდა არის ბევრი კარგი საქმე გაუკეთებია და იმედი გვაქვს ჩვენ და მე პირადად ფეხბურთის გულშემატკივარი ვარ და პირველ რიგში იმის გამო ვდგავარ ამ ადამიანის გვერდით რომ იმედი მაქვს რომ კიდევ დაბრუნდება ფეხბურთის ზესტაფონში და სხვა შემთხვევაში ძალიან ბევრი კარგი გამოცდილება პირველ რიგში თავარი ის არის რომ ეკოლოგიურად
და ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტილება ზესტაფონში და თუ გადაჭირს და თუ ჩვენს ხალხი დავეხმარებით ამ ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტაში ძალიან დიდი ბედნიერება იქნება ჩვენი ქალაქისათვის ეს. ოფიციალურად წარდგენის შემდეგ მაჟორიტარი კანდიდატი ილია კოკაია, რომელიც წლების განმავლობაში საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის მფლობელი და დამფინანსებელი იყო, როგორც მის საარჩევნო შტაბში ამბობენ, საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ დროს ელექტორატთან შესახვედრად მაქსიმალურად გამოიყენებს. ზესტაფონელ ამომრჩევლებთან შეხვედრებს აგრძელებს 52 მაჟორიტარული ოლქის დეპუტატობის კანდიდატი თინა ხიდაშელი. ის სოფელ კვალეთის მოსახლეობას შეხვდა და მათ თავისი ხედვები და გეგმები გააცნო და იმ პრობლემებზე ესაუბრა, რომელიც საერთოა ყველა რეგიონში, თუმცა ზესტაფონისთვის სპეციფიკური საკითხებიც გამოხო. პრობლემები, რომელიც ქვეყანაში არსებობს, ამ პრობლემებთან ბევრი საერთო არის მთელი ქვეყნისთვის და სამწუხაროდ არა მხოლოდ რომელიმე რეგიონისთვის სპეციფიურია, ამიტომ როდესაც საუბრობთ მაგალითად დასაქმებაზე, როდესაც საუბრობთ სიდუხჭირეზე, საუბრობთ სოფლის პროგრამებზე, ჯანდაცვის წამლის ფასის პრობლემაზე, ეს პრაქტიკულად რეგიონიდან რეგიონში, ქალაქიდან ქალაქში არ განსხვავდება. თუმცა ზესტაფონს აქვს თავისი სპეციფიური პრობლემები, რაც გამოწვეული არის ეკოლოგიური ძალიან მძიმე მდგომარეობით, დაბინძურების მაღალი ხარისხით, აქვს პრობლემები სიმსივნური დაავადებების და ბუნებრივია ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ჩვენთვის არის სწორედ ამ ეკოლოგიური კატასტროფის წინააღმდეგ ბრძოლა. ამისთვის არსებობს ძალიან ბევრი შესაძლებლობა, უზარმაზარი საერთაშორისო გამოცდილება, რაიმე განსაკუთრებული ველოსიპედის მოგონება არ არის საჭირო, საკმარისი არის რომ ადამიანმა მოინდომოს და ეს ყველაფერი შესაძლებელია. ჩვენი ფორმულა ძალიან მარტივია, ჩვენ ვეუბნებით ყველა საწარმოს, თუ კი ისინი უზრუნველყოფენ თანამედროვე ხარისხის ინფრასტრუქტურას, ფილტრებს, მოაწესრიგებენ საკუთარ საწარმოს, ისე რომ ეკოლოგიური პრობლემები აღარ არსებობდეს, მაშინ ისინი ზუსტად იმ თანხით, რაც ეს დაუჯდებათ, მიიღებენ საგადასახადო ჩათვლას ან შეღავაც ამას. თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა შეფმა კომენტარი სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გაუქმებასთან დაკავშირებითაც გააკეთა, რომელიც მისი აზრით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რაც საბჭოთა მენტალიტეტისგან გათავისუფლებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. მე ვფიქრობ, რომ ესეც ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იყო, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ეს საბჭოთა პრაქტიკას უნდა გამოვიმშვიდობოთ, როდესაც ახალგაზრდები ძალით მონური შრომისთვის მიყავთ სადმე. ამიტომ მე შევასრულე საარჩევნო დაპირება, რომელიც 2012 წელს მივეცით ყველამ ერთად ქართულ საზოგადოებას. სამწუხაროდ ვერ ავიყოლიეთ სხვა უწყებები. მე ვიცი, რომ ეხა დაწყებული არის გაწვევა, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ არც ერთი ახალგაზრდას გაწვევა არ მიმდინარეობს შეიარაღებულ ძალებში, გაწვევა მიმდინარეობს მხოლოდ პოლიციაში და სასჯელ აღსრულების სისტემაში, ასევე სახელმწიფო დაცვის სამსახურში. ჯარი თავისუფალია სავალდებულო გაწვევისგან. დღეს ჯარში აღარ არსებობს სავალდებულო გაწვევა. უსუფაშვილი რესპუბლიკელების მაჟორიტარობის კანდიდატმა ზესტაფონში შეხვედრის მონაწილეებს ის პროექტებიც შეახსენა, რომლის ინიციატორიც თავად იყო პარლამენტში და მოგვიანებით ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში პირველ მუშაობის დროს. მათ შორის არის სკოლამდელი დაწესებულებების აღსაზრდელთა გათავისუფლება გადასახადებისგან და ქართული ჯარისთვის ქართული პროდუქტის შესყიდვის პროექტი, რაც მისი თქმით სახელმწიფო ბიუჯეტის რესურსის ჩადებას გულისხმობს ქართულ ეკონომიკასა და გლეხურ მეურნეობებში. პირველად აქვს შანსი ზესტაფონს, რომ აირჩიოს ადამიანი, რომელიც არის უპრინციპულესი, რომელიც არის პროფესიონალი, უმაღლესი დონის პროფესიონალი, რომელსაც აქვს ავტორიტეტი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უდიდესი საერთაშორისო ავტორიტეტი და რომელსაც შეუძლია ძალიან ბევრი პრობლემის მოგვარება, რომელიც უკავშირდება არა მხოლოდ ზესტაფონს, არამედ მთლიანად საქართველოს. ჩემი აზრით როდესაც ამორჩეველი დაფიქრდება თუ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, უბრალოდ უნდა გადაავლოს თვალი იმ კანდიდატაციას, რომელიც მას აქვს შეთავაზებული და გაიაზროს ძალიან კარგად, ვის რა გაუკეთებია ამ ქვეყნისთვის და აქედან გამომდინარე მიიღოს დასკვნა მომავალში, ვინ რას გააკეთებს საქართველოსთვის და ზესტაფონისთვის. ზესტაფონელი მხარდამჭერები თინა ხიდაშელში კვალიფიციურ ევროპული გამოცდილების მქონე დეპუტატს ხედავენ. ქალბატონ თინა ხიდაშელის მხარდამჭერება მოუწოდებ ყველა ზესტაფონელს, ვინაიდან ქალბატონი თინა იყრის კენჭის ზესტაფონში, მოусმინოს მისი 4 წლის პროგრამას, რაც გააკეთა პარლამენტში, რაც გააკეთა საქართველოსთვის.
და ასეთი კანდიდატი არ მეგულება ზესტაფონის რაიონში და პარლამენტში, რომელიც დანაპირებს ხალხს შეუსრულებს. ძალიან დიდი პროგრამითაა მოსული და იმედია, რომ ზესტაფონლები მიხვდებიან, ვის უნდა დაუჭირონ მხარი. 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ დროში უსუფაშვილი რესპუბლიკელების ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს ინტენსიურად აგრძელებს. დღის განმავლობაში ის ელექტორატის რამდენიმე ჯგუფთან მუშაობს. 2016 წლის საშემოდგომო გაწევა დაიწყო სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა გაწევა საქართველოს მთავრობის 28 ივლისის დადგენილების მიხედვით განხორციელდა. ზესტაფონის სამხედრო აღრიცხვისა და გაწევის სამსახურიდან დღეს 14 ახალწეული გაიგზავნა თბილისის გამანაწილებელ პუნქტში. სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, წევამდელები რესპუბლიკური კომისიის მიერ შემოწმებას გაივლიან. ამის შემდეგ კი ჯანმრთელები სასჯელ აღსრულების დეპარტამენტის უწყებაში ჩაირიცხებიან. დაიწყო მიმდინარე წლის საშემოდგომო გაწევა. დღეს აგვეჩვენებიდან პირველი წონდელთა გაგზავნა შემგრელ გამანაწილებელ პუნქტზე თბილისში, რომლებიც გაივლიან რესპუბლიკურ სამედიცინო კომისიას. ჯანმრთელები ჩაირიცხებიან დღესვე სასჯელი აღსრულების დეპარტამენტის უწყებაში, რაც შეეხება ჯანმრთელობის ხურევისაც ექნება პრობლემა იმ კატეგორიის წონდელები გაიგზავნებიან გამოკვლევას. აღნიშნული სამსახურის უფროსი თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბრძანებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც სამინისტრო სისტემაში სამხედრო სავალდებულო გაწევა აღარ მიმდინარეობს. თინა ხიდაშელის 27 ივნისის ბრძანების თანახმად დასახელებულ უწყებაში სამხედრო სამსახურში გაწევა შეჩერებულია. ამ ეტაპზე წევამდელები მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს და სასჯელ აღსრულების დეპარტამენტის უწყებაში მოხვდებიან. თუმცა როგორც ავთანდილ კიკნაველიძემ განგვიმარტა, თავდაცვის სამინისტრო სისტემაში სამხედრო გაწევა მხოლოდ დროებითაა შეჩერებული. ყოფილი თავდაცვის მინისტრის ბრძანებით დღესდღეობით შეჩერებულია თავდაცვის უწყებაში გაწევა. ხოლო რაც შეეხება საერთოდ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწევას, გაწევა მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყებაში და სასჯელი აღსრულების დეპარტამენტის უწყებაში. რა თქმა უნდა, აღნიშნულ დაკავშირებით გვაქვს მთავრობის დადგენილება. უნდა გავიწვიოთ შინაგან საქმეთა სამინისტროში და სასჯელი აღსრულების სამინისტროში. გვაქვს აგრეთვე ყოფილი თავდაცვის მინისტრის ბრძანება, სადაც მითითებულია, რომ დროებით შეჩერებულია თავდაცვის სამინისტროს უწყებაში გაწევა, მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში. ანუ ეს დროებით. კი, შესაძლებელია რომ გაგრძელდეს. შესაძლებელია გაგრძელდეს, პირდაპირ თავის ბრძანება არის, რომ შეჩერდეს თავდაცვის სამინისტროს უწყებაში გაწევა. ახალწეულები დღეს მშობლებმა და ნათესავებმა გააცილეს და მშვიდობიანი სამხედრო სამსახური უსურვეს. აქ სამსახურს უსურვებს, კარგ მომავალს და ყველაფერს წინ რაც არის მომავალი ახალგაზრდებისთვის. როგორი ემოციებით ხარ? ნაისმიერი განიცდი. საშემოდგომო გაწევა 1 აგვისტოდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად მის ქვეგანაყოფებში გასაწევი 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა 1250-ია. რაც შეეხება სასჯელ აღსრულების დეპარტამენტში გასაწევი მოქალაქეთა მაქსიმალურ რაოდენობას, იგი 1003-ით განისაზღვრა.